ბელგიური ვაფლი ალბათ ერთ-ერთი ის დესერტია, რომელიც თითქმის არავის ტოვებს გულგრილს. ხოდა დღეს ორ რეცეპტს გაგიზიარებ, რაც ვფიქრობ ზაფხულის დღეებს ძალიან გაგიხალისებს. მანამდე კი სულ ცოტა დრო დამითმე, რომ მისი ისტორიაც გაგაცნო. რადგან ვფიქრობ, როდესაც მივირთმევთ ამა თუ იმ დესერტს ან კერძს, რომელიც მოგწონს ან თუნდაც არ მოგწონს, ჩვენ მხოლოდ გემოს ვაფასებთ, მაგრამ თუ ვიცით, საიდან დაიწყო მისი გზა, როგორ ამზადებდნენ მას ჩვენი წინაპრები, რომელ ქუჩებში იყიდებოდა, როგორ ვითარდებოდა დროთა განმავლობაში, იცვლება ყველაფერი, გემოს აღქმა, დამოკიდებულება, ხედვა და უბრალოდ კაფეს ან რესტორნის მენიუშიც კი სულ სხვაგვარად ვუყურებთ იმ კერძებს, რომლის ამბავიც ვიცით. თითქოს ძველი ნაცნობი დავინახეთ და ჩვენ თეფშზე უკვე უბრალოდ საკვები კი არა, მთელი ისტორია დევს. ამიტომ დღეს ბელგიური ვაფლის ფესვებს ჩავყვეთ. მტკიცედ დადასტურებული კავშირი ბელგიურ ვაფლთან შუა საუკუნეების ევროპაში ჩნდება, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელსაც ისტორიულად დაბალ ქვეყნებს უწოდებდნენ. დღევანდელი ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის გარშემო არსებულ კულტურულ და სავაჭრო სივრცეში. ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური მტკიცებულება არის მე-15 საუკუნის ლითონის ვაფლის საცხობი ფორმები, რომლებიც ქალაქ ბრიუგეში გრუთჰუზეს მუზეუმში ინახება. მუზეუმის ინფორმაციით მე-15 საუკუნის ბურგუნდიული ლითონის ფორმებს ზედაპირული ნაჭდევები ჰქონდა და სწორედ ამ ორ ფირფიტას შორის აცხობდნენ თხელ და ხრაშუნა ნამცხრებს. ძველად ფრანგულად მათ უბლის ეძახდნენ. ეს არის არტეფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ დაბალი ქვეყნების რეგიონში ვაფლის მსგავსი ცომეული შუა საუკუნეებში უკვე მზადდებოდა. რატომ ქვია ვაფლი? მისი ფესვი ნიდერლანდურ ენაში იმალება, რაც ფიჭას ბადისებრ ნაქსოვს ნიშნავს. ვაფლის მთავარი ვიზუალური ნიშანიც ხომ ფიჭის მსგავსი ზედაპირია. კარგად ვიცით, რომ ისტორიულად ზოგიერთი კერძი მხოლოდ ღარიბი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, ზოგი კი პირიქით ექსკლუზიურად დიდებულთა სუფრებისთვის. ვაფლის შემთხვევაში ვითარება სულ სხვაგვარად იყო. ის ყველას უყვარდა და ყველას მიუწვდებოდა ხელი. ერთი მხრივ ვაფლი ხალხურ საკვებად ითვლებოდა. ბაზრობებზე, ქუჩებსა თუ დღესასწაულებზე მას სწრაფად ამზადებდნენ და მიირთმევდნენ. ამას ადასტურებს მე-16 საუკუნის ფლამანდიელი მხატვრის პიტერ ბრეიგელ უფროსის ნამუშევრები. ის ცნობილი იყო იმით, რომ ხატავდა არა მხოლოდ მეფეებსა და წმინდანებს, არამედ უბრალო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, სოფლის დღესასწაულებს, ბაზრობებს, კარნავალებს, ქორწილებს, საჭმოს, ქუჩებს. ბრეიგელის და იმ პერიოდის სხვა მხატვრების ნამუშევრებში ჩანს, რომ ვაფლი იყო ქუჩის დღესასწაულების და გართობის ნაწილი. მეორე მხრივ ის ელიტარული სუფრის განუყოფელი ელემენტიც იყო. მდიდრულად გაფორმებული ლითონის ფორმები, რომლებზეც გერბები და სიმბოლოები ამოტვიფრული, მოწმობს, რომ ვაფლი ბურგუნდიელ არისტოკრატიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სამუზეუმო ექსპონატების მიხედვით მე-15 საუკუნის ფორმებზე ბურგუნდიის ჰერცოგების იონე უშიშრისა და ფილიპე კეთილის გერბებია გამოსახული. ეს ფაქტი მოწმობს, რომ ვაფლი დიდგვაროვანთა საკვებიც იყო. ყველაზე ცნობილი არის ბრიუსელის და ლიეჟის ვაფლები, რომლებსაც ხშირად უბრალოდ ბელგიურს ეძახიან. ბრიუსელის ვაფლი გამოირჩევა სიმსუბუქით, ხრაშუნა გარედან და ფაფუკი შიგნით. ლიეჟის ვაფლი კი სულ სხვა, ცომი მზადდება კარაქით, შაქრის ნატეხებით, მარგალიტის შაქარს რომ ეძახიან. ლიეჟის ვაფლის გემო ბევრად უფრო მდიდარია და როგორც წესი მას ტოპინგების და დანამატების გარეშე მიირთმევენ. ოქსფორდის ცნობარის მიხედვით მე-20 საუკუნის დასაწყისში გავრცელდა რკინის ფორმები უფრო ღრმა სექციები, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ასევე ძალიან ფუნქციურიც არის. სხვადასხვა სიროფები, ტოპინგები კარგად ნაწილდება ჩაღრმავებებში და განსაკუთრებულად სასიამოვნოა მირთმევისას. ბრიუსელის ვაფლისთვის კულინარიული ტრიუმფი აღმოჩნდა 1964 წელს ნიუ-იორკში გამართული მსოფლიო გამოფენა, სადაც ბელგიელმა ოჯახმა მორის და როზ ვერმეშებმა გაიტანეს ბრიუსელის ვაფლი, მაგრამ იმ დროს ცოტა თუ იცოდა სად მდებარეობდა ბრიუსელი. ამიტომ მასებისთვის მარტივად გასაგები რომ ყოფილიყო, ვერმეშების ოჯახმა ბელგიური ვაფლის სახელით წარადგინა და დღემდე კლასიკური ბრიუსელის ვაფლი საზოგადოების დიდი ნაწილის ცნობიერებაში საბოლოოდ დარჩა როგორც ბელგიური ვაფლი. ლიეჟის ვაფლმა კი მსოფლიო პოპულარობამდე განსხვავებული გზა გამოიარა. თუ ბრიუსელის ვაფლი ამერიკამ აიტაცა, ლიეჟის ვაფლმა აზიაში მოახდინა ნამდვილი ფურორი. იაპონიაში არის ცნობილი ბრენდი მანეკენი, რომელიც ბელგიური ვაფლის იდეაზე შეიქმნა. ბრენდის დამფუძნებელმა ისაო არაკიმ ევროპაში მოგზაურობისას დააგემოვნა ლიეჟის ვაფლი და იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა სამშობლოში ჩაეტანა ეს საოცარი გემო. 1986 წელს კი ოსაკაში გაიხსნა მანეკენის პირველი მაღაზია. ჩემი შეფი კი ბელგიური ვაფლის ვიდეოსთვის სულ სხვა ენთუზიაზმით ემზადებოდა. ასე მეგონა მე. სანამ არ დავინახე, რით ყოფილა დაკავებული იმ დროს, როცა წესით ვიდეოს თემაზე უნდა ემუშავა. ეს თურმე ტორტებს არჩევს თავისთვის. მოკლედ, როგორც გაირკვა, უსასყიდლო თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, დაწინაურება მოითხოვა დეგუსტატორის პოზიციამდე, შეიბა მარგალიტები და შემატოვა ყველაფერი მე. მოკლედ, დღეს მოვამზადებ ვაფლის ორივე სახეობას. რეცეპტები ავიღე ოფიციალური წყაროებიდან. ბრიუსელის ვაფლისთვის დავეყრდენი ბელგიის ოფიციალურ საინფორმაციო პლატფორმას ფოკუსი ბელგიაზე, ლიეჟის ვაფლისთვის კი გამოვიყენე
ვალონია ბრიუსელის ცოცხალი მემკვიდრეობის პლატფორმა, სადაც ლიეჟის ვაფლის ტრადიციული რეცეპტია მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე რეცეპტი ავთენტურია. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში მოვამზადებ ლიეჟის ვაფლს. საფუარით მზადდება და ცოტა მეტი დრო სჭირდება. თბილ რძეს დავამატე საფუარი, ცოტა შაქარი და ვანილი. შემდეგ დავამატე კვერცხი და ორ ეტაპად ფქვილი. ცომი კარგად რომ შეიკრა, დავასვენე დაახლოებით 15-20 წუთი. დრო გავიდა, ცომს დავამატე მარილი და სოდა. კლასიკური რეცეპტით ამ ეტაპზე ამატებენ თაბლს, დარიჩინს ან ვანილს. შეიძლება ერთის არჩევა ან სამივეს დამატება. მე მხოლოდ ვანილი დავამატე. დავიწყე ნელ-ნელა რბილი კარაქის შეყვანა ცომში. კარაქი საკმაოდ ბევრია, ამიტომ ცომი არის ძალიან თხელი და წებოვანი. მისი დამუშავება ხელით ცოტა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მიქსერით, რა თქმა უნდა, პროცესი ბევრად მარტივია. ასეთი თხელი და წებოვანი ცომის ხელით დამუშავებისას მე რუბოს მეთოდს ვიყენებ. ეს ტექნიკა უფრო ხშირად პურის ცომთან მუშაობისას გამოიყენება, განსაკუთრებით მაღალი ტენიანობის ცომებთან და თავად ჟერარ რუბოც პურის მცხოვრებელი იყო, მაგრამ ასეთ რბილ და ცხიმიან ცომთანაც ძალიან ამართლებს, რადგან ცომის სტრუქტურა ჯამშივე ყალიბდება და ზედმეტი ფქვილის დამატება აღარ არის საჭირო. ზედმეტი ფქვილი კი ვიცით, რომ ამძიმებს ცომს და აკარგვინებს მას სიფაფუკეს. ასეთი მოძრაობით, როგორც ვიდეოში ვცდილობ გაჩვენო, თხელი და წებოვანი ცომის კონტროლი ბევრად მარტივია. ვამუშავებ 1-2 წუთი, შემდეგ ვასვენებ ცომს 10-15 წუთი და ვიმეორებ იგივეს ორჯერ. მიქსერის ცომსაზელით, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია, საშუალო სიჩქარეზე 5-7 წუთიანი დამუშავება სრულებით საკმარისია. ცომი მზად არის, გადავდე რომ ამოვიდეს, დაახლოებით 1 საათი საკმარისია ამისთვის თბილ ოთახში. ამ ეტაპზე ვამატებ შაქრის ნატეხს. ნამდვილი მარგალიტის შაქარი ვერსად ვნახე და ჩვეულებრივი გამოვიყენე, რაც თითქმის ყველა მარკეტში იყიდება. შემდეგ დავყავი ცომი სასურველი ზომის გუნდებად, არ ამიწონია, მაგრამ თითო გუნდა დაახლოებით 100 გრამამდე უნდა იწონიდეს. მოვამზადე ვაფლის აპარატში დაახლოებით 4 წუთი დასჭირდა. დროის კონტროლი შეიძლება იმის მიხედვით, როგორი შეფერილობის ვაფლის მიღება გსურს. როგორც წესი, ლიეჟის ვაფლს მიირთმევენ მხოლოდ ოდნავ დამტვერილი შაქრის პუდრით. გადავდივარ ბრიუსელის ვაფლის მომზადებაზე. ცალკე ჯამში შევურია მშრალი ინგრედიენტები, ფქვილი, შაქარი, მარილი და ვანილი. ცალკე გავაერთიანე სველი პროდუქტები. რძეში დავამატე კვერცხის გულები, კარგად გავთქვიფე და შემდეგ დავამატე გადამდნარი და გაგრილებული კარაქი. შევურია ფქვილის მასას. თუ ფქვილის ნაწილაკები ბოლომდე არ გაიხსნა, ჯობს ბადეში გატარება იმისთვის, რომ ცომი იყოს ერთგვაროვანი. ცილები ცალკე ავთქვიფე მყარ პიკებამდე და ძალიან ფრთხილად ქვევიდან ზევით მოძრაობით შევურია ძირითად ცომს. ბრიუსელის ვაფლის მომზადებისას გასათვალისწინებელია ერთი რამ. ეს ცომი ფუგდება ათქვეფილი ცილების ხარჯზე. ამიტომ ცილების დამატების შემდეგ სიფაფუკეს ინარჩუნებს მაქსიმუმ 2 საათით. თუ წინასწარ მომზადება მსურს, ძირითად ცომს ვამზადებ ვინახავ მაცივარში და უშუალოდ შეწვამდე ვამატებ ათქვეფილ ცილებს. ზოგიერთ რეცეპტში ცოტა საფუარსაც ამატებენ, ეს უფრო street food ვერსია. კლასიკური რეცეპტი საფუარს გამორიცხავს. ბრიუსელის ვაფლიც მზად არის. ორივე ძალიან გემრიელია, მაგრამ განსხვავებული. ბრიუსელის ვაფლი ძალიან კარგია, უფრო მსუბუქია, მობრაწული პანკეიკის სტილშია, მაგრამ ხრაშუნა. ნაყინით, კენკრით და შოკოლადით ნამდვილი დესერტია. ჩემი უპირობო ფავორიტი კი ლიეჟის ვაფლია. რთული გადმოსაცემია სიტყვებით, მისი გემო, არომატი და ტექსტურა. არც ერთი კალორია არ ვინანე საერთოდ. მხოლოდ იმას ვდორდობ, მეტი რატომ არ მოვამზადე. ცალკე აღსანიშნავია სიურპრიზად შაქრის ხრაშუნა კარამელიზებული ნაწილაკები, რომელიც ალაგ-ალაგ გვხვდება. მოკლედ, ნამდვილი საოცრებაა, მარტივი, მაგრამ უზომოდ გემრიელი. მთელი გულით კი არ გირჩევ, გთხოვ რომ მოვამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.